სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. 18 იანვარს საეკლესიო კალენდრით, ძველი იულიუსის კალენდრი და 31 იანვარს ახალი სტილით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, უსაყვარლესი მეფის თამარის ხსენებას. ეს არის თამარ მეფის გარდაცვალების დღე. ეს არის დღე, როდესაც წმინდა მეფემ გაიყვანა უფალ ნავსოფლიდან და დაადგინა იქ, სადაც ანგელოზები არიან, სადაც მოციქულები, წმინდანები, ღვთის ერთგული მსახურები ადიდებენ უფალს, ანუ სამოთხეში დაუდობინა. ეს არის მისი სამოთხეში გადასვლის დღე და ამიტომაც ეკლესია მიუხედავად იმ დიდი წუხილისა, რაც მის სიკვდილს და გარდაცვალებას მოყვა საქართველოსთვის, სიხარულით ხვდება ამ დღეს, რადგანაც ეს არის დღე წმინდანის სამოთხეში გადასვლის. თამარ მეფე დაიბადა 1166 წელს. მისი მამა იყო გიორგი მესამე, უებრო მეომარი, ვაჟკაცი. მისი ცხოვრება რო წაიკითხოთ, გაუცდებით, ისეთი საგმირო საქმეებია გაკეთილი, ვერ დაიჯერებ. ვერ შეიძლება გააკეთოს მეფე. მეფე, რომელიც 200 კაცით არ ერდებოდა და შეტევაზე გადადიოდა ურიცხვი წინააღმდეგ, ნადირობისაც წამოადგენენ თავს და აი ესეთი სულის და ესეთი შემართების ადამიანს არ ყავდა შვილი და გაუჩნდა ქალი, მას უწოდეს თამარი და მეფემ იგი თავისსავე ცხოვრებაში გაამეფა აიყვანა ტახტზე, რადგანაც შემდგომ მისი გარდაცვალების შემდეგ აღარ ყოფილიყო დავა და კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით და თანამესაყდრით გაიხადა. 12-13 წლის იყო თამარი, როდესაც ის მეფედ აკურთხეს. 5 წელი ერთად მართავდა მამასთან ერთად და შემდეგ გარდაიცვალა გიორგი და 18 წლის სრულიად პატარა ასაკის დადგა მეფის ტახტზე დაიწყო ქვეყნის მართვა. ქართველები ურთულესი ხალხი არის, დამეთანხმებით ამას. ყველანაირად, თუნდაც ახლა ჩვენ ხედავთ, ამდენი 25 წელია თვენის გამორეცხვას ცდილობენ ქართველების და ვერაფერი ვერ გავუკეთეს. ეს არის ქვეყანა, სადაც მამათვალობის აღლუმი არ ჩატარდა. ძალიან რთული ხალხი არის, ამ ხალხის დამორჩილება ძალიან რთული არის. თქვენ მერე საუბრის დროს მიხვდებით ისეთ ეპიზოდებს მოვიყვანთ ეს ისტორიიდან, რომ ჩვენ ყველა მე ვიცით, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე ამას. პირველი რა თამარ მეფემ გააკეთა, ეს იყო მან მოიწვია საეკლესიო კრება. ნახეთ მეფე როგორ იწყეს მეფობას. ჩვენთან დღეს როგორ ხდება, კაც უფროსად რო დანიშნონ, პირველი რას აკეთებს? იწყებს რემონტის გაკეთებას, თავის კაბინეტში დირექტორი გახდება. ნახეთ თამარმა როგორ დაიწყო. პირველი დაიწყო საეკლესიო კრების მოწვევა. მან იცოდა, როგორც მისმა დიდმა პაპამ, დავით აღმაშენებელმა, რუის ურბნისის კრება მოიწვია და ამ კრებით უღირსი სასულიერო პირები დასაჯა, რომელთა გამოც ქვეყანას მრავალი უნება მოადგა და იცით, რომ პირდაპირ დავითის ცხოვრებაში წერა გადაწყვიტა დავით აღმაშენებელზეა საუბარი. ეამებინა ღმერთი და სასულიერო პირები, რომელიც არასწორად იქცეოდნენ, დაესაჯა. ეს ღმერთთვის საამოქმედებად იყო მიჩნეული და იცით, რომ რუის ურბნისის კრების შემდეგ დაიწყო საქართველოს აყვავება და წელში გამართვა და გასწორება. ასევე თამარმაც 100 წელი იყო გასული, მაგრამ საჭიროება შეიქმნა ქვეყანაში ისევ რუის ურბნისის კრების მაგვარი კრების ჩატარება და თამარმა ეს კრება მოიწვია. ნახეთ რა სიტყვას წარმოთქვას და რას ეუნება ეპისკოპოსებს. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი. იწყეთ ჩემზე და რამე თუ შარავანდეთ ისე მეფობის არას არ აღთვის ბრძოლისა. ნახე რა შეუნება დავიწყო თუ ქვეყნის გასწორება და ჩემგან დაიწყეთ. რამე თუ ღმერთმა მეფობა, იმიტომ კი არ მოწვა, რომ ღმერთის ბრძოლა დავიწყო. და ნახეთ მთელი ხელისუფლები რას აკეთებდნენ აქამდე მოსულები. პირველი ის იყო მტრობა ეკლესიის. წინა ხელისუფლება, გახსოვთ, ამაში იყო დახელოვნებული პირდაპირ. და რითი დაამთავრა? ჩვენ უყურებთ ახლა რა დღეში არიან და როგორი სახელმწიფო შექმნა ღმერთის მსახურებას მოწადინებულმა თამარ მეფამ, ეს ჩვენ ისტორიიდან ვიცით. მოიწვია კრება, ამ კრებაზე უღირსი მღვდლები განაყენეს, პატივი აყარეს. ზოგს
ეპისკოპოსების პატივით საყარის და მონასტრებში მონოზვნებად შეაყენეს უბრალოდ. და ამის შემდეგ დაიწყო ქვეყანამ გასწორება წილში. საეკლესიო საქმეების მოგვარების შემდეგ იმ წუთში ეკლესიაში ქვეყანაში ბოროტმა იმძლავრა ეშმაკმა და გადაწყვიტა ზიანი მიეყენებინა მეფისათვის, მაგრამ აქაც მეფემ ღირსეულად სიმშვიდით, თავმდაბლობით და სიბრძნით განაგო ყოველივე საქმე ეხება ყურთუარსლანის გამოსვლას და აჯანყებას, თუ შეიძლება ესე ითქვას. ყურთუარსლანი ესე არ იყო ქართველი. მიუხედავად იმისა, თქვენ ხედავთ ქართველები როგორ არ უყურებენ ეროვნულობას და როგორ აწინაურებენ თავის სამეფო კარზე არა ქართველებს, თუ კი მათში თვისებებს დაინახავენ. და ეს ჩვენთვის უცხო თვისება არ იყო და დღეს როდესაც ჩვენ გვიკიშინებენ ქსენოფობიას და ჰომოფობიას და ათას რაღაცებს იგონებენ, რომ თითქოს ჩვენ ჩაგრავთ უცხო ტომელებს, მანახეთ ერთი ქვეყანა, სადაც ქვეყანაში აი თამარის დრო ხო იყო ყველაზე აყვავებული. საქართველოში დაწინაურები იყვნენ ყურთუარსლანი და ზაქარია და ივანე მხარგრძელები, ტომით ქურთები, სარდლები, ამირს პასალარები იყვნენ, ჯარის უფროსები იყვნენ, წარმოიდგინეთ. ესეთია ქართული ადამიანის ბუნება და გულსატკენია, როდესაც ჩვენ თავშემოხვეულ ესეთ რაღაცებს გვაბრალებთ. ხა დავუბრუნდეთ ისტორიას. ყურთუარსლანმა გადაწყვიტა, ის იყო მეჭურჭლეთ უხუცესი, ანუ პრემიერ-მინისტრი. თამარის დროინდელი პრემიერ-მინისტრი, წარმოიდგინეთ, რა განსფლობდა, რა სიმდიდრე იყო მის ხელში. ამ კაცმა უფრო მეტი მოინდომა და ამირს პასალარობა მოინდომა, რომ ჯარის უფროსობა და ესე იგი ქვეყნის მართვა მოინდომა. მეფეს პირდაპირ წაუყენა ულტიმატუმები და მოინდომა კარავის დადგმა ისანში, ანუ პარლამენტის შექმნა. და ესე გადაწყვიტა, რომ კარავში გადაწყვიტავდა ყველა საბჭოს და მეფეს მიუტანა, ის უბრალოდ ხელს მოაწერდა და ბეჭედს დაუსვამდა. ეს იმ დროისათვის არაფერ არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგანაც ეს დაშლიდა ქვეყანას და დაიღუპებოდა საქართველო. თამარ და საქმე ეს იყო, თამარმა შეიპყრო ყურთუარსლანი, მაგრამ იმ წუთში მოხდა გამოსვლა, მისი მომხრეები გამოვიდნენ ქართველები სამწუხაროდ. დადგნენ მის ხარისს და გადაწყვიტეს აჯანყება, იარაღით გამოსვლა თამარის წინააღმდეგ. თამარს ქონა არჩევანი, ან პირდაპირ ომი დაეწყო და ხოცვაშლეტო აეტახა ძმათა შორის, მაგრამ მან ეს ყველაფერი გადადო და ღმერთზე მინდობილმა ეპისკოპოსების რჩევით და სინოდის კურთხევით, ამიტომ როდესაც სასულიერო პირი უпростоრეთ ხელმწიფე ქვეყნის მართველი ქვეყნის ეკლესიას უსმენს და უჯერებს მას. ესეთი რამ გადაწყვიტეს, რომ ორი ქალბატონი იმ დროში ყველაზე მიღებულები, თავადი სასულები, ხვაშაკ ცოქალი და კრავაი ჯაყელი გაუშვეს აჯანყებულებთან. ისინი მივიდნენ და მშვიდობის სიტყვა მიუტანეს თამარს და აუხსნეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და კაცებიც დამორჩილდნენ ამ ქალების ნებას. აი ესეთ პატივს სცემდნენ საქართველოში ქალები და ცემენ. ეს ხა ჩართვით ვაკეთებ, მაგრამ დღეს ჩვენ გვეუბნებია, რომ ჩვენ თურმე ქალებს ჩაგრავთ და ქალთა უფლებების დაცვის და გენდერული თანასწორობის 1000 რაღაცა თითიან გამოწვეული მომენტების შემოტანავდა ჩვენ ცხოვრებაში. ეს ხდება მე-12 საუკუნეში. დამისახელეთ ევროპაში მე-12 საუკუნის ქვეყანა, სადაც ესეთი რამ ხდება. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, ერთი. ამითი მეფის ხელისუფლება გამტკიცდა, გაძლიერდა, მეფემ უკვე დიდი ძლავრი პოზიციები დაიკანა ქვეყანაში და ეხლა დადგა მეორე საკითხი. თამარ მეფის გათხოვების. აქეთ შეიკრიბა საეკლესიო კრება, დაიბარეს თამარი და უთხრეს, რომ შენ უნდა გათხოვდე. წარმოიდგინეთ, თამარი ეუნება, რომ და შესთავაზეს სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლოვსკის შვილი გიორგი, ესა რუსეთი. თამარი ეუნება, რომ მე თქვენ გემორჩილებით გიჯერებთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით არც ამ კაცის ზნეობა, არც ამ კაცის თვისებები, როგორ იცევა სახში, როგორი მეომარია, როგორი მებრძოლია, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება ეს ყველაფერი. მაგრამ საეკლესიო კრებამ თამარს უთხრა, რომ ეს შენ არ გეხება, პირდაპირ ესე უთხრა, ჩვენ რასაც გადავწყვიტავთ, შენ იმას გააკეთებ. წარმოვიდგინეთ, თამარ მეფეს, ამ ულამაზეს ადამიანს, საქართველოს მეფეს საკუთარი უფლება არ ქონა იმას გაყოლოდა, ვინც უყვარდა. ესე იყვნენ ქართველი მეფეები, ქართველ მეფეებს საკუთარი ცხოვრება არ ქონდათ. არც დავით აღმაშენებელს გახსოვთ, ვინ მოაყვანეს, ყივჩაღების ცოლი შვილი მოაყვანეს და თამარსაც. ქართველი მეფეები ზოგიერთისგან განსხვავებით ნებას აყოლილები არ იყვნენ და დროსტარებაზე გადასულები არ იყვნენ. რომელი მეფეც
ესე იქცეოდა და თავს წირავდა ქვეყნისთვის, ქრისტესთვის, მის ხელში ქვეყანა ყვებული იყო. და ვინც საკუთარი თავის და მუცლის გრემაზე და ქეიბზე დადიოდა, ქვეყანა დაღუპული ყავდა. და წარმოვიდგინეთ, თამარ მეფემ მისინების წინააღმდეგ ჩამოუყარეს რუსეთიდან გიორგი რუსი. მართლაც მხნე მეომარი გამოჩნდა, სკვითების შთამომავალი იყო, სკვითები ესე დიდი მეომარი ხალხია, სიტყვა გმირი. აი სკვითები, კიმერიელები, ეს ჩრდილოეთის ხალხი იყო, რომლებიც ბრძოლაში დახელოვნებულები იყვნენ, ვიკინგებს ებრძოდნენ, წარმოვიდგინეთ ისეთი ხალხი. და დიდი მეომარი იყო, მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა არაერთი გამარჯვება მოიტანა, მაგრამ ცოტა ხანი რო გამოხდა, ამ კაცმა გამოამზღავნა თავისთვის შებები და დაიწყო სმა. დალევის მომენტი ქართველებში არასოდეს არ მდგარა, ქართველები ყოველთვის სვავდნენ, მაგრამ იცოდნენ რამდენად დაელეთ, როგორ დაელიათ, სიტყვა არ შეეშლებოდა და ეს მე მახსოვს, რომ ამათ შემიძახდა ხოლმე, თუ კაცო ფეხი არეოდა, სირცხვილი იყო, ეს მე-19 საუკუნეში ხდება. და წარმოიდგინეთ მე-12 საუკუნეში სიმთვრალე რამდენად სირცხვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ღვინის ქვეყანაა და ამდენი ქვევრები და ამდენი ღვინო ჰქონდა. ამ კაცმა დაიწყო დალევა და ზოგჯერ ისე უგონო თხრებოდა, რომ გონებას კარგავდა და რამოდენიმეჯერ თავადის ცოლებს წაეპოტინა. ეს უკვე იმდენად შეურაცხყოფელი იყო მეფისთვის და სამეფო კარისთვის, თამარმა პირდაპირ თქვა, რომ მე ახლა ამასთან წვიტა ურთიერთობა, სადგან ეს პირდაპირ ეხება მე და ისეთი არგუმენტები მოუყვანა რჯულში განსწავლა მეფე, რომ ვერაფერი ვეღარ უთხრეს და გიორგი რუსი გაისტუმრეს საქართველოსთან, უამრავი ძღვენი გაატანეს, გაუშვეს კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლში წასულმა შეკრიბა ჯარი, დაიქირავა ჯარი და წამოვიდა ჯარი საქართველოს წინააღმდეგ და კიდევ გაანადგურეს ბრძოლაში უკვე ქართველებმა და ამით დამთავრდა მისი მოღვაწეობა აღარ ჩანს საქართველოს ისტორიაში. ამის შემდეგ გადაწყვიტა თამარის ისევ დაქორწინება, რადგან საქართველოს ჭირდება შთამომავალი, თამარი უარზე ეუბნება, რომ მე აღარ გავთხოვდები, აქაც ეკლესია ეუბნება თავისას, რომ შენ არავინ აღარ გეკითხება, ეხლა ქვეყანას როგორ ჭირდება, ისე უნდა გააკეთო. წარმოიდგინეთ როგორი მეფეები. და თამარს შეურჩიეს საქმროდ დავით სოსლანი. დავით სოსლანი იყო ბაგრატიონი, არასწორი აზრია გავრცელებული, თითქოს ის იყო ოსი არ ყოფილა. ის იყო გიორგი პირველის შთამომავალი. აი ვინც სვეტიცხოველი აშენა. მეშვიდე თაობა გიორგის პირველის, რომელსაც მას შთამომავლობა ყავდა ჩილო კავკასიაში. იქ იზრდებოდა და ყველა მიცოდა, რომ ბაგრატიონი იყო და დიდი პატივით ეპყრობდნენ თვითონ ოსეთშიც. და თამარის მამი და რუსუდანის შევით მოხდა მისი ჩამოყვანა საქართველოში და მეშვიდე თაობის შემდეგ ბაგრატიონს დაწერეს ერთმანეთზე ჯვარი. აი ეს იყო დავით სოსლანი. ბაგრატიონთა გვარიდან. დღეს ცოტა სხვანაირად უნდა ამ საკითხის წარმოჩენა, მაგრამ ესე არ არის. ამის გადამოწმება შეუძლიათ საქართველოს ცხოვრებაში და ისტორიაში. 1195 წელს უკვე საქართველოს საკმაოდ ძლიერდება, გიორგი მესამის დატოვილი საზღვრები კიდევ უფრო განივრცო და გადაწყვიტეს საქართველოს დაჟა და შეიკრიბა კოალიცია 100,000 მეომრის ერთობით, აბუბაქარი ედგა სათავეში, აზერბაიჯანის მართველი და 100,000-იანი ჯარი, რომელშიც შემადგენლობაშიც იყვნენ სელჩუკები, იყვნენ სირიელები, იყვნენ ირანელები, აზერბაიჯანელები, ერაყელები, წარმოიდგინეთ რა ქვეყნებზეა ლაპარაკი. დღეს ჩვენ ვხედავთ ერაყთან რამხელა ომი ჭირდება რუსეთს და სხვაებს, რომ ერაყი დაიმორჩილონ, რამდენი ხანი გაგრძელდა ეს. და აქ ერაყი პლუს ირანი და მთელი ეს კოალიცია და საქართველოს მარტო დადგა მათ წინაშე. თამარ მეფემ ღმერთო მინდობილმა მეფემ პირველი რა გააკეთა და როგორ იქცეოდა. პირდაპირ გასცემდა ხოლმე ლოცვა-კურთხევას, რომ ყველა ეკლესიებში იწყებოდა ღამისთევა და ლიტანიებები თითქმის ყოველ დღე. იღებოდა სამეფო სალაროები და გასცემდნენ მოწყალებას გლახაკთათვის და ყველას თხოვდნენ ელოცათ, რჯულიანებსა და ურჯულოსაც ყველას თხოვდნენ, რომ ელოცათ მეფისთვის, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო.
და იწყებდნენ თხოვნას და ვედრებას ყველანი რომ მშვიდობიანა დარჩენილიყო და ქვეყანა გამარჯვებული გამოსულიყო. თვითონ მეფე მიუძღვებოდა ხოლმე ჯარს ფეხშიშველი არაერთხელ გაუკეთებია მეტრიხის ეკლესიაში სახურებაზე დალოცა მეფემ თავისი ჯარი და გაისტურა შამქორში. შამქორი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. გაშლილ მინდორზე 45,000 კაცი დადგა 100,000-ის წინააღმდეგ. ზოგი 60,000 იძახის, მნიშვნელობა თითქმის ერთ კაცზე 2 მოდის. გაშლილ მინდორზე ბრძოლა ძალიან რთულია. ერთ კაცს რომ მოგიკლავენ, ერთზე უკვე 2 მოდის. როდესაც ქართველებმა დიდგორზე იომეს, იქ დავით აღმაშენებელმა გამოიყენა რელიეფი. ისეთი თაგორიანი ადგილია დიდგორი, ჯარი ვერ გაიშლება, მთელ თავის შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს, ამიტომ ვიწროებში მოხდა ეს ბრძოლა და ქართველებმა გაიმარჯვეს, რა თქმა უნდა, ღმერთი ეხმარებოდა, წმინდა გიორგი ვიცით ხილვად ეხმარებოდა, შამქორში კი უფრო რთულად იყო საქმე. ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მხოლოდ ბოლოს დავით სოსლანის ვაჟკაცობამ და თავგანწირვამ და შემართებამ და ესე ლომივითი ბრძოდა უწერია გადაწყვიტა ამ ბოლოზე ქართველებმა გაიმარჯვეს. როდესაც უამრავი ალაფი ჩაიგდე შალვა ახალციხელმა ჩაიგდო ხალიფას დროშა, წარმოიდგინეთ. დროშის ჩაგდება ეს არის პირდაპირ ყველაზე დიდი სირცხული, დროშა თუ დაკარგა ჯარმა დამთავრებული ჯარი აღარ არსებობს. სხვათა შორის ესეთი წესი იყო, ჯარი თუ აი რუსულ ჯარშიც ესე იყო, დროშა თუ დაიკარგებოდა, მთელი ნაწილი იშლებოდა. და ახალ ნაწილს ქმნიდნენ, იმდენად ძვირფასია, დროშაა სული და გული მთელი ჯარის. ხა წარმოიდგინე ხალიფას რო დროშას წაართმევ, რა დღეში ჩაყრიმხავს. შემდეგ ეს დროშა თამარ დედოფალმა ხახულის მონასტერს შეწირა. თამარს მოუყვანეს ტყვეები, ალაფი, უამრავი, ოქრო, ვერცხლი, მონები, ცხენები, ჯორები. გაივსო ქვეყანა სიმდიდრით. 100,000 კაც 100,000 ცხენი ხო ეყოლებოდა, წარმოიდგინეთ. ნუ კაი ნახევარი ხო იყო მხედარი. გამხელა სიმდიდრეზეა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ. და თამარ მეფეს მოუყვანეს დატყვევებული სარდლები, თავრები და მეფეზის სამეფო ტახტზე და მის წინაშე შემოყავდეს ტყვეები. და ერთ-ერთი როდესაც შემოიყვანეს დაიწყო პრანჭვა, გრეხვა მიწაზე დავარდა და დაიკრუნჩხევა და რაღაც გაუგებრად იქცეოდა. როცა ცოტა გონს მოვიდა შეშინებული ყვირილით ყვიროდა და რო კითხეს რა გჭირს რა დაგემართავო, აი ეს გვებზოდაო და თამარის თავზე ეკიდა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატი. აი ამან მოგვიგოობე. თორე ქართველები ვერ გაიმარჯვებდნენ. წარმოიდგინეთ როგორი მეფე ყავდა საქართველოს, რომ მისი თხოვნა პირდაპირ ესმოდა ღმერთს და თავის ზეციურ მხედრობის მთავარანგელოზს აგზავნიდა ქართველების დასახმარებლად გასაჭირში. ამის შემდეგ მოხდა ისე რომ ესე იგი ზაქარია და იოანე და ზაქარია მხარგრძელები იცით, ეს იყვნენ ჯარის ამირს პასალარები, ანუ ჯარის სარდლები, თავდაცვის მინისტრები. არც ესენი არ ყოფილან ქართველები, ესენი იყვნენ ქურთები. ზოგიერთი იძახის, რომ ესენი სომხები იყვნენ, სომხები არ ყოფილან, ის იყვნენ ტომით ქურთები. მათ სამფლობელოში გიორგი მესამე, თავიანთი ვაჟკაცობის გამო, ჯერ მათი მამიდან მოდიოდა ეს ვაჟკაცობა, ჩააბარა სასომხეთი მმართველად, ამიტომ ისინი გახდნენ მონოფიზიტები და იყვნენ მონოფიზიტები თავისუფლად ჯულით, მაგრამ ტომით იყვნენ ქურთები. სვეტიცხოველში მიმდინარეობს წირვა. მე მინდა სულიერი მხარე განმოგცეთ ქვეყანაში რა მდგომარეობაა, წარმოიდგინეთ. წირვა მიმდინარეობს, დამთავრდა წირვა და ეზიარენ მართლმადიდებლები, ზაქარია დაიძრა და სეფისკვერის აღება უნდა. იქ მას სასულიერო პირმა ეპისკოპოსმა არ მიცა. მან კიდევ გამოიწია ეპისკოპოსმა თუ შეთვის არ შეიძლება ეს. ამას ეუბნებიან თავდაცვის მინისტრს. წარმოიდგინეთ. ამ ხმაურზე საკურთხევლიდან გამოდის კათალიკოსი იოანე და პირდაპირ ეუბნება, ხო გითხრეს რომ შეთვის არ შეიძლება. ძაღლსო რო გააგდებო, ისო მიდის. და შენ ამდენჯერ გითხრეს რომ არ შეიძლება და თუ გინდაო ეპისკოპოსი, რჯული გამოიცვალეო, მოინათლეო, სწორ სარწმუნოებაზე გადმოდი და არა მარტო ეპისკოპოსს გაზიარებთ კიდევაც.
ამან იმდენად გაანაწყენა და შეურაცხყოფილად გამოაჩინა ზაქარია ის წავიდა პირდაპირ თავის ეპისკოპოსთან, შემდეგ მოხდა შეხვედრა ქართველების და სომხების კათოლიკოსების დონეზე დაიწყო უკვე დიალოგი, ესეთი საღვთისმეტყველო დიალოგი და უკვე რო დაიძაბა სიტუაცია და ვერაფერს ვეღარ გახდეთ, იოანე კათოლიკოსმა პატრიარქმა საქართველოსი ესეთი რამ თქვა, რომ ესე გავაკეთოთ. თქვენ გახსოვთ დავით აღმაშენებლის დროს როცა იყო ესეთი დიალოგი, დავით მეფემ, დავით აღმაშენებელმა შეარწყვინა პირდაპირ ამხილა მონოფიზიტები თავის სიცხეში და ხმას ვეღარ იღებდნენ ისეთი დამცირებულები და დავცომილები გამოვიდნენ. აქ უკვე ცოტა დაიძაბა სიტუაცია, იოანე კათოლიკოსმა თქვა, რომ ესე გავაკეთოთო. კვირასო ჩავატაროთო. საღვთო ლიტურგიას ჩავატარებ, ჩვენ შევწირათ ზღვენს. თქვენ სილოცეთ სომხებს ეუნება და მოიტანეთ თქვენი ზღვენიო და დავდოთ. მოვიყვანოთ შეერი ძაღლებიო, სომხებმა ჩვენ მოგვიყვანოთ ძაღლი და ჩვენ ვაშიმშილებთ ამ ძაღლს. და ჩვენ სომხებს მივცემთ ძაღლს და აშიმშილონ 3 დღე. ამის შემდეგო ჩვენ რო ვაშიმშილებთ ისეთი ძაღლები იყვნენ. გამოვიყვანოთ და მიუშვათ ამ ძღვენს. რომელიც ღვთისა იქნება, იმასო ვერ მიეკარება ძაღლი, ღმერთი დაიცავსო. რომელიც არ იქნება ხორცი და სისხლი, ანუ ისე პურა დაგვინო დარჩება არასწორი სარწმუნოების გამო, იმას შეჭამს ძაღლი. და მართლაც ესე მოხდა, როდესაც ქართველების ზღვენზე მიუშვეს სომხებმა ნაშიმშილარი ძაღლი რომ მიუახლო და გეგონება უხილავათო ზეციდან ვიღაცა ჯოხი დაკრავ, ჯერ ეს ძაღლი დაიკრუნჭყა, დაიწყო წყავწყავი და კუდამოძუებული გაიქცა. აი ჩვეულები ძაღლ დიდ ჯოხს რო დაარტყო, რა მოვა ეს გააკეთა. სომხების ზღვენთან, როდესაც სომხების მასთან რომ მივიდა მოტანილთან ამ ძაღლმა მთლიანად ამოტლიკა ყველაფერი. და ქართველებმა დაიწყეს ქართლის ცხოვრებაში უნდა წაიკითხოთ ის როგორ წერია. დაიწყეს გალობა, უფალო შეგვიწყალე, უწყავლება ყავ ჩვენზეო და სომხებიო თავ ჩაღუნულები იდგენ და ხმას ვეღარ იღებდნენ. და სირცხვილეები ნელ-ნელა ეცლებოდნენ იმ ადგილს და ამან განაპირობა ძალიან ბევრი სომხი გადაინათლა მერე მართლმადიდებლობას. იგივე გააკეთა იოანემ ხარგრძელმაც და თქვა რომ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, მე მივხვდი რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება აქ არის ქართველებთან და მე გადმოვდივარ ამ სარწმუნოებაზე. ზაქარიამ თქვა, კი გავიგეო რომ თქვენთან არის სიმართლე, მაგრამ მე მაინც მონოფიზიტად დავჭირებ და ესე დარჩა თავის ბოლომდე მონოფიზიტაც. სხვადასხვა ეს ზაქარია, ვინც გარნისის ბრძოლაში უღალატა ქართველებს და შალვა ახალციხელი გაყიდა და მიატოვეს და ჯალალედინი შემოვიდა ქვეყანაში. მოხდა ესეთი რამ, რომ ესე ქართველებმა გაიმარჯვეს შამქორში, გაანადგურეს ფაქტიურად მუსულმანთა კოალიცია და 8 წელია გასული და რომის სულთანი რუქნადინი შაჰარმენთა სულთანი აერთიანებს მთელ მუსულმანურ ჯარს. ქართლის ცხოვრება იძახის რომ 400 ყავდაო, ზოგან წერია 800,000 კაცი შეკრიბაო. ნუ ძალიან დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ. პირდაპირ წერია რომ ქვეყანაშიო, სახშიო მარტო ქალები დარჩა და ბოხუცები და ბავშვებიო. ყველა კაცი, ვინც იყო ყველა ჯარში წამოიყვანა. და უზარმაზარი არმიით დაიძრა საქართველოსკენ. თან წერილი გამოუგზავნა და გადაწყვიტა საქართველოს დასჯა სამაგალითო და წელში გაწყვიტა განადგურება, რომ ეს ქვეყანა აღარ უნდა არსებულიყო. თან გამოუგზავნა წერილი, დამამცირებელი წერილი თამარ მეფეს, პირდაპირ ეუბნება, რომ ცოლად გამოყევიო. თუ ცოლად არ გამოყევიო, რჯული გამოიცვალ, ცოლად გამოყევიო. თუ რჯულს არ გამოიცვალ, ცოლად არ გამოყევიო. ხასად დაგისვა. და ეს წერილი, როდესაც მოუტანა ელჩმა დარბაში, თამარ მეფეზის მთელი თავადები არის, მოვიდა ელჩი, რუქნადინის გამოგზავნილი. ისე შემოკრა ზაქარია ხარძელმა ხელი, რომ უსულოდ დაეცა, მკვდარი ეგონეთ. რომ მოასულიერეს თამარმა თქვა, რომ ელჩის ესე მოპყრობა არ შეიძლებაო, დაასაჩუქრეს ბევრი საჩუქრები და გაისტუროს უკან. თან გაატანა წერილი. და ნახეთ ახლა წერილი თამარ მეფის რას წერს რუქნადი. ესე იგი ეუბნება რომ შენო ჯორების და ცხენების იმედი გაქვს და შენ ჯარისკაცებზე დაიმედებული ვიყავს. ჯარი მეც ამყავს და ცხენები, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს. ჯვარცმული ქრისტეს იმედი მაქვს, ვისაც შენ შეურაცხყოფ. შენ მოდი მაგათ იმედი და მე ქრისტეს ჯვრის იმედით მოვდივარ და ვნახოთ როგორ დაამთავრებს ღმერთი ამ შერკინებას. და მართლაც ნახეთ ჩვეულად როგორ თამარს ქონდა განსაცდელში ქრისტიანი კაცი რასაკეთებს, თელი სასვება ღმერთია.
ღმერთია მისი მშველი, მეტი სხვა მშველი ჩვენ არ აკავს და არც ყოლია. პირდაპირ იწყებს ლოცვას, ვედრებას, ლოცვა კურთხევას აძლევს, რომ ყველგან ღამისთევის ლოცვები იყოს, ისევ აღებენ საფასოებს და სალაროებს და ურიგებენ გაჭირვებლებს უამრავ მოწყალებას გასცემენ და სთხოვენ ყველას, რომ ყველა მილოცოს ქვეყნის გადარჩენისათვის, რამე თუ არა თქვენ წარმართა სად არის ღმერთი მათიო. ესე წერია ქართლის ცხოვრებაში. თვითონ თამარ მეფე ჯართან ერთად მიდის, თან თვითონაც ღამის თევებზე დგას, ლოცულობს, ევედრება ღმერთს და როდესაც შეიკრიბა ჯარი, 80,000 კაცამდე შეგროდა 85,000. ეს იყო ყველაზე დიდი ჯარი, რომელსაც ქართველებმა გამოიყვანეს მეფის დროშის ქვეშ. მაგრამ მაინც დიდია თანასხვაობა, 1/5-ზე მოდის წარმოიდგინე, სად 80,000-ისა 400,000. თამარ მეფემ რამოდენიმე კილომეტრი ფეხში შველა იარა ვარძიამდე. წარმოგიდგენთ ფეხში შველა როგორია ბალახებში სიარული და ეკლებში სიარული დედოფლისთვის. და თვალსრემლიანი, დამდაბლებული, ქედმოხრილი მიდის ღმერთს ეხვეწება, რომ ღმერთმა აპატიოს ცოდვები, რადგან ცოდვების გამო მოიწია ჩვენზე ეს უფალო. და სთხოვ შველას, თითო რჩება ვარძიაში, აკურთხებს ჯარს და ჯარი მიემართება ბასიანისკენ. ბასიანი არის დღევანდელი შუა თურქეთი დაახლოებით. აი ოშკით და ის რო თავდება სპერი იმის იქით კიდე. და მოხდა საოცარი რამ. ღმერთმა იმდენად გაამპარტავნა რუქნადინი, რომ ისეთი შეცდომა დააშვებინა ამ კაცს, გამარჯვების იმედი ჰქონდა უთხოვარი. შეუძლებელი იყო ამ არმიის დამარცხება, მიხელა ჯარი ყავდა რუქნადის. მაგრამ ისე გააყოყოჩა, დაუშვა ღმერთმა ისე გაამპარტავნება, რომ ცველები არ დაუყენა ჯარს, ესეთ შეცდომას არ აკეთებენ დამწყები ოფიცრები. ჯარმა დაეძინა და დამცველები არ ეყენა, ეს ქართველებმა ზვერებმა ნახეს, რომ ცველები არ ეყენა და გამთენიისას, როდესაც ჯერ კიდე გათენებული არ იყო და რიჟაზი უნდა დაწყებულიყო, ალყა შემოარტყეს ჯარს და ყველა მხრიდან შეუწიეს და სანამ ამ ჯარმა გაიღვიძა, სანამ ეს ჯარი ჯერო გაიღვიძებს ეს სალკია მე ხო უნდა გააწყო ჯარი, ხო ბრძანება უნდა გაცერა, აქნა როგორ ამოხოცეს თელი ჯარი. რუქნადინმა თავ გახეთქილმა ძლივს გაასწრო ბრძოლის ველიდან. და ამის შემდეგ საერთოდ აღარ იხედებოდნენ მუსულმანები საქართველოსკენ. გავიდა 7 წელი, არის 2010 წელი, 1210 წელი. და მოვიდნენ მეომრები, სარდლები თამარ მეფესთან და ეუბნებიან, რომ აგერ უკვე 7 წელია, არც გვიომიაო და დავიღალეთო ტყუილაჯდომით. გვაკურთხევ და იერუსალიმს ავიღებ და ჩაგაბარებთ. თამარ მეფე ეუბნება, რომ მე ამასო მარტო ვერ გადავწყვიტავ. ესო ეკლესიის კრება უნდა გადაწყვიტასო. შეიკრიბება კრება საეკლესიო. წარმოიდგინეთ რას ყურს. ამას ისტორიაში არ გვასწავლია. და ეს თუ არ იცის ქართველმა კაცმა. შეიძლება არ იცოდეს ეს ადამიანმა. და გამოდიან ვიღაცები თამარ მეფეზე რეებს ლაპარაკობენ. და ქვეყნის მართვის და ქვეყნის მამობის პრეტენზია აქვს, თან ისე ბრტყელად ლაპარაკობენ. არ მინდა მათი მოტანა ახლა, მათი სახელების სცენება ამ დღესასწაულს. და მოვიდნენ ჯარის სარდლები და ეკლესიამ დართო უფლება, რომ იერუსალიმი აიღეთო და ჯარი დაიძრა იერუსალიმის სასახებად, წარმოიდგინეთ. მიდიან ყველა ქალაქები დაცლილია, ციხეები დაცლილია და პირდაპირ დგებიან ციხეებში ჯარები. იღებენ ძღვენს. იმდენი ოქრო და ვერცხლის შეწირეს, რომ აქლემები ვეღარ დადიოდნენ, ოქროთი ვერცხლს აღარ იღებდნენ. და იძულებული იყო ჯარი გამობრუნებულო იყო უკან. შუა ირანამდე მისული ჯარი უკან დაბრუნდა. თამარ მეფეს ამ გამარჯვებებს აძლევდა მისი წმინდა ცხოვრების გამო უსმენდა მას ღმერთი. მას ჰქონდა ძალიან მკაცრი ცხოვრების წესი. წარმოვიდგინეთ დედოფალი, აი ჩვენ ახლა ეკლესიაში გვაქვს საბაწმინდური ათონური ტიპიკონი გვაქვს. არის მეორე საბაწმინდის ტიპიკონი, რომელიც იერუსალიმური ტიპიკონია და უფრო მკაცრია ვიდრე ვთქვათ ეს ტიპიკონი, რაც ათონის თაზია და რაცაც ახლა ჩვენ ეკლესიაში ვიყენებთ. საბაწმინდის ტიპიკონი, აი მაგალითად გეტყვით. პირველი 3 დღე არის საერთოდ საჭმელ სარჭამი დიდმარხვაში. ხოლო საღამოთიო რაღაცა წყალს და ფინიკს ჭამენ ერთს. მთელი დიდმარხვა უზეთო არ და უფრო დიდი ლოცვები არის, უფრო განსხვავებული მსახურება, უფრო მკაცრია. აი ამ ტიპიკონი ცხოვრობდა თამარი და მისი სამეფის სასახლე.
ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს ის საკუთარ თავს უყენებდა. როგორც მემატიანე ეძახის მას სამეფო ტანსაცმლის ქვეშ ჯვალო ეცო. რომ განცხრომაში და ფუფუნებაში ყოფილი ყოველთვის შეწუხებული ყოფილიყო. რომ არასოდეს არ დავიწყებოდა ადამიანს, როდის ავიწყდება ღმერთი, ფუფუნება ღუპავს ადამიანს. როდესაც საერთოდ განცხრომაშია და აღარძმე, როცა განსასწრელი აქვს ადამიანს, მაშინ ახსოვს ხოლმე ღმერთი. და თავისთავად შეამთხვევდა შეჭირვებას, რომ ყოველთვის ღმერთი ხსოვებოდა და მისი მთავარი საქმიანობა სწორედ ლოცვა იყო და ვედრები. თამარ მეფის ცხოვრებაში წერი ესეთი რამ, რომ უამრავი მონასტრები აღაშენა, უამრავი მოწყალება გაიღო. მისი მეფის სახურება ეს იყო ღმერთის სახურებისთვის გახდა. იძახდა რომ მე მეფეთ, იმიტომ რომ ღმერთს ვემსახურო. და მის ცხოვრება ისეთი სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ მის ლოცვას პირდაპირ ღმერთი ისმენდა და ერთი საინტერესო შემთხვევა მის ცხოვრებაში. თამარ მეფეს მოუყვანეს პატარა ლომის ბოკვერი და მან ეს ბოკვერი გაზარდა ლომის. რომ გაიზარდა, გამოვიდა ძალიან ავიზნის, დიდი გაიზარდა ძალიან და ისეთი აგრესიული იყო და როდესაც გამოყავდათ ხოლმე და ვერავინ ვერ ეკარებოდა მას, ხოლო თამარ მეფე. და რჩობლი ჯაჭობით დაყავდათო, ესე იგი საყელო ქონდა, აქიდან რამოდენიმე კაცს ეჭირა, იქიდან რამოდენიმე კაცს ჯაჭობი და ესე მოყავდათ ხოლმე. რო დაინახავდა თამარსო პირდაპირ ტირილს იწყებდა, რო არ უშვებდნენ. რო გამოუშვებდნენ და მეფესთან მივიდა და თავს დაუდებდა კალთაში და ტიროდა. პირდაპირ უსიტყვოდ ემორჩილებოდა ლომი თამარს. ესეთი მდგომარეობა, სულიერ მდგომარეობას აღწევდნენ წმინდა მამები, გერასიმე იორდანელი, სერაფიმ საროველი, დავით გარეჯელი ირემთან, შიომღვიმელი, იოანეს ზედაზნელი, დათვი და მგელი ემორჩილებოდა მათ. ანუ საეკლესიო სწავლებით მამები, როდესაც ადამის სულიერ დონეს აღწევდნენ, ადამიანით, როგორც ადამი დაცემამდე იყო დაახლოებით ისეთ დონეს თუ აღწევდნენ, მაშინ მათ პირდაპირ ცხოველები ემორჩილებოდნენ ხოლმე. აი ესეთი სულიერი სიმაღლეებზე იყო ასული თამარი, დედოფალი თავისი ლოცვებით. ქართლის მემატნიარე პირდაპირ წერს, რომ თამარი რო გარდაიცვალაო, სანამ თამარი გარდაიცვლებოდაო, მისი ლოცვით ჩინმაჩინები მონგოლებს ეძახდნენ ჩინმაჩინებს ქართველები. საქართველოში ვერ შემოდიოდნენ. ისინი დადიოდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, დაეძებდნენ ჯალედით, დაწოდნენ, მაგრამ ვერ შემოდიოდნენ ქვეყანაში. ღმერთი არ უშვებდა რაღაც ისეთი გარემო იქნებოდა მათ სახელმწიფოში, რომ ამისთვის ვერ ახერხებდნენ. და მხოლოდ თამარის გარდაცვალების შემდეგ დაარყდა თავს უბედურება საქართველოს, როდესაც ლოცვა შეწყდა მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ლოცვაზეა ლაპარაკი ლაშაკი გიორგის და რუსუდანზე. ეს ცალკე საუბრის საკითხი ალბათ და თამარის გარდაცვალებით იცით ჩაესვენა საქართველოს დიდების მზე. დღეს ჩვენ ხედავთ მეფიქოფეს მაგალითი უნდა იყოს ცხოვრება ყველა ხელისუფლებისათვის, როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს ხელისუფალს ეკლესიასთან. თამარ იძახის მის სიტყვები ალბათ ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს. მე მოვედი მეფობად არა იმიტომ რომ ღმერთს ვებრძოლო, არა იმიტომ რომ ღმერთს ვემსახურო და ქვეყანა მართო. აი ესე თუ მიუდგება ხელისუფალი ქვეყანას, ქვეყანა დაალაგდება. თუ არ მიუდგება ესე, ქვეყანა ვერასოდეს ვერ დაალაგდება. ამის მაგალითი წინა ხელისუფლება არის, პროექტს აკეთებდა და რითი ამთავრებენ, ახლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, მაგითი ყოფა. ნახეთ თამარი როგორ ევედრება ღმერთს და თავის ჯარს ავედრებს და წინა თავდაცვის მინისტრი როგორ შეყავდა მეჩეთში ჯარი გახსოვთ და რითი დაამთავრა მან და ჯარში წინა ამირს პასალარმა აკძალა მსახურებები მღვდლების და ესეთ დარჩენილი ჯარი რა დღეში იქნება წარმოიდგინე. ჩემი ერთ-ერთი ახლობელი, რომელიც სამხედრო აკადემიაში მსახურობდა, პირდაპირ თურქები ასწავლდნენ და პირდაპირ თქვის ხატები და ჯვრები მოიხსენით და გაიტანეთ. ესეთი ჯარი შეძლებს რამეს, როგორ ფიქრობთ თქვენ? ეხლა ამ ბოლო ხანაში ცოტა გამოსწორდა კიდე მდგომარეობა და ღმერთმა მე ვფიქრობ მაგალითი უნდა აჩვენოს და დაანახოს ღმერთმა ყველას, თუ უნდა ქვეყნის მართვა როგორ უნდა მოიქცეს. თამარ მეფის ლოცვებით ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთი შეგვეციოს. და სამწუხარო, როდესაც ამ წმინდა მეფეს ესეთი დიდი სიკვდილის მატარებელს აუგად მოიხსენებდა, კნინობით ფორმაში და მკრეხელურ შეურაცხყოფელად
წმინდობიც ვინ ჩივის და ქართველები ხმის გამცემები არ არიან თითოეულა კაცის გარდა. მერთმა წმინდა თამარ მეფის ლოცვები დაგვიფაროს და მერთმა ჩვენი ქვეყანა გადაარჩინოს.